ჯერ კიდევ როდესაც ტელევიზიაში არ მუშაობდი, მაშინაც კი მიმაჩნდა რომ ვინც ტელევიზიაში მუშაობდა რეგიონში ყოველ შემთხვევისათვის უნდა ყოფილიყო დაინტერესებული საზღვაო სფეროთი და შესაბამისად ჩემს ბავშვობაში მახსოვს გამოხატულად რუბრიკა ნაოსნობის შორეულ გზებზე და დღეს სწორედაც ამ რუბრიკის ამ გადაცემის წამყვანი მეყოლება სტუმრად ჩვენი კოლეგა რომელიც დიდი ხანი აღარ მუშაობს სამწუხაროდ აჭარის ტელევიზიაში მოგესალმებით რომელიც უკვე დიდი ხანი აღარ მუშაობს სამწუხაროდ აჭარის ტელევიზიაში თურსუნ კონცერტზე დაგველოდეთ ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ მოგესალმებით თურსუნ გამარჯობათ ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს დამითმეთ რომ და ჩემთან ხარ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე შენს მშობლიურ ტელევიზიაში გაცემა პროექციაში რომელიც აგერ უკვე 22 წელია თითქმის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის როგორ ხარ მადლობთ და ჩემთვის სასიამოვნოა დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და მივესალმები კიდევ ერთხელ ტელემაყურებელს განსაკუთრებით ალბათ მათ ვინც ამ წუთებში თვალყურს ადევნებს აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაცემას პროექციას და ჩვენ რასაც დღეს შევძლებთ ალბათ ვისაუბრებთ გულახდილად. საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ კი. მადლობა ძალიან დიდი. კიდევ ერთხელ წლები არ ცხოვრობ საქართველოში. რთული იყო შენთვის? კი, 12-13 წელია ალბათ. ზუსტად 13 წელია მიგრაციაში ვარ. ფარგლებს გარეთ. რა თქმა უნდა ტელევიზიიდან ეხლა თუ ტელევიზიაზე კიდე გვექნება ალბათ საუბარი მიგრაცია, როგორც ასეთი ჩემი შვილების განათლების გამო და პირადად ჩემს გამო ასე მოხდა რომ წავედი 10 წელზე მეტია ვარ ერთ-ერთ ცნობილ სარესტორნო ჰოლდინგ კომპანიაში მუშაობდი ეს გახლავთ ჯიჯი ჯგუფი და წლების განმავლობაში ვიყავი როგორც ასეთი გასტრონომიულ სფეროში ქართული რესტორნების და სასმელების გაერთიანებაში 12-13 წელი ვიმუშავე იქ. ეხლა უკვე თითქმის 1 წელია ჩამოვედი აქ, მაგრამ თავისთავად მოქალაქე არ ვარ, სხვა ქვეყნის ვარ, საქართველოს მოქალაქე და ძალიან სისტემატურად ჩამოვდიოდი. საინტერესო არის, როგორ მოხვდი პირველად საერთოდ ტელევიზიაში. გახსოვს ეს მომენტი, დურს, რამ განაპირობა, აი რა ამას რატო გეკითხები, იცი, ხანდახან ადამიანი ემზადება ამისთვის, გამიზნულად იცის ბავშვობიდან რომ სატელევიზიო სფეროში უნდა. მეც რომ მახსენდება რაღაც პერიოდი ბავშვობაში მქონდა ფიქრები ტელევიზიისკენ. შენ შემთხვევაში როგორ მოხდი ტელევიზიაში? ჩემ შემთხვევაში ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, შენ კარგად იცი. გასული საუკუნის 80-იანების ბოლოს, 90-იანების დასაწყისში, ასე ვთქვათ. მაგრამ ბავშვობიდან მაინც ტელევიზიაზე იმდენად არ ვფიქრობდი მართალი რომ გითხრათ. ძალიან მინდოდა რომ ექიმი ყოფილიყავი. დიდი სურვილი იყო ამის და რატომღაც ავიცი არ მოხერხდა ეს სიტუაცია და უკვე 90-ის ბოლოს მაშინ მოგეხსენებათ აჭარის ტელევიზია უკვე ჩამოყალიბებული იყო და 87 წლიდან არსებობს და გამოცხადდა რაღაც კონკურსის სახით აიყვანეს უშტატო კორესპონდენტების ისა რა ქვია განცხადება იყო და მეც მოვედი სწორედ ეს იყო 91 წლის დასაწყისი ჯერ კიდევ წარმოვიდგინეთ კომუნისტური წყობის დროს და მას შემდეგ უკვე შევქჩა აჭარის ტელევიზიაში რატომღაც ისე მივიღე და ისეთი ხალხი დამხვდა, შემხვდა ტელევიზიაში, ხა რა ვიცი, ბევრი ვისაუბროთ მათ შესახებ. მეც ძალიან მესიამოვნება ის პერიოდი, იმიტომ რომ ისეთი კორიფეები, როგორც იყო, რა ვიცი, ჩამოუთვლი ალბათ ანზორ ზამბახიძე, ანზორ თალაკვაძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და უკვე უშტატო კორესპონდენტ მაშინ ტელევიზიაში მოხვდა ძალიან ძნელი იყო, შენ კარგად მოგეხსენება, შეიძლება არც იცი ეს რაღაც ნიუანსები, როგორც ასეთი ძალიან დიდი ხნის წინ იყო კიდევ მეორე ფეს. და რა თქმაც უკვე შევჩი აჭარის ტელევიზიაში მიმიყო ამ კოლექტივმა, უკვე კოლექტივი ჩამოყალიბების პერიოდში იყო და არსებობდა უკვე 3 წელია და მე გავაგრძელე 91 წლიდან მუშაობა აჭარის ტელევიზიაში. გადაცემა როდის გააკეთე? ეს ღვაურებს.
საზღვაო სფერო. უკვე საზღვაო სფეროს შესახებ ეს უკვე იყო 93-ის ბოლოს, 94 წლები საქართველოს საზღვაო სანაოსნოში მე მაშინ როგორც ასეთი თანამშრომლობდი მოგეხსენებათ და ეს იყო ერთ-ერთი ძალიან ცეთი ტრადიციული რუბრიკა, რამაც პოპულარობა მომიტანა და უკვე ისეთი ცნობადობა და ისეთი აღიარება, რომ რა ვიცი როგორ გითხრათ, დღევანდელი გადასახედიდან იქ მაშინ რაც იყო, ძალიან დიდი სითბო სიყვარული და ძალიან დიდი ისეთი თანადგომა მოსახლეობის მაყურებლების და განსაკუთრებულად მეზღვაურის ოჯახების რაც იყო. თითოეული მეზღვაურის ოჯახი ალბათ ელოდებოდა ამ რუბრიკას, კვირაში ერთხელ გადიოდა. ხო, ყოველ პარასკევს გადიოდა ეგ რუბრიკა. არ ქონდა სულსა დამოვიწყდა სათაური ზუსტად. სათაური გახდათ ნაოსნობის შორეულ გზებზე. ნაოსნობის შორეულ გზებზე, კი. ძვირფასი ტელემაყურებლებო, საღამომში დოფისა. თავდაპირველად იმ გემების მიმოსვლის შესახებ, რომლებიც ახლო მომავალში უცხოეთის ნავსადგურებში უნდა შევიდნენ. კაპიტანი ანტონი გაჯარავა ვენესუელასაკენ მიცურავს. გემი დანიშნულების ნავსადგურში საზღვაო განრიგის მიხედვით 2 ივნისს უნდა შევიდეს. შემდეგ გეზს იგი საფრანგეთისაკენ აიღებს. დავით ბაგრაძე ნიუ-იორკისაკენ მიცურავს. ეს იყო ტრადიციული რუბრიკა ნაოსნობის შორეულ გზებზე, რომელიც ეთერში გადიოდა ყოველ პარასკევს. ისეთ პრაიმ ტაიმის დროს და რა ვიცი სხვები ჩემი კოლეგები ვინც ამ დროს საინფორმაციო გამოშვებას აკეთებდა და მუშაობდა ტელეშემოქმედებითი ჯგუფი უკვე დილიდან თქვენ წარმოიდგინეთ რომ ყველა მეკითხებოდა და იყო ზარები მაშინ იცით შემომავალი ზარები ტელევიზიაში ქვევით სტუდიაში ყველა რედაქციაში ყველა განყოფილებაში სამსახურში ხელმძღვანელობიდან დაწყებული საინფორმაციო სამსახურის ოთახებში ასე ვთქვათ ტელეფონზე იკებოდა ზარი დილიდან იქნება თუ არა ნაოსნობის შორეულ გზებზე მაგალითად როდის იქნება ზუსტად თუ იქნება და იყო ისეთი შემთხვევებიც როგორ გითხრათ რაღაც მიზეზები არ გადიოდა, არ გავიდან მივლინება იყო ან რაღაცა ტექნიკური მხარე. წარმოიდგინეთ, ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი და ჯერ ჩაწერებთანაც, თარგმანთან ეს ყველაფერი როგორ ვთქვათ, მოდიოდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოდან და როგორც ვახსენეთ, მივდიოდი, ვიღებდი მოცემულ ტელექსი ითარგმნებოდა თავისთავად მაშინ ახლა ინგლისურის ცოდნები და ისინი, მაგრამ უკვე პორტებიდან და იმიდან გასაგები იყო, სად რომელი ხომალდი შედიოდა, ეს თავიდან მე მონტაჟდებოდა, მე ცნობილი ერთ-ერთი ჩვენი რეჟისორი ვახტანგ თოდუა, რომელსაც პირველი გადაცემა გააკეთა და რომელიც უკან როგორც ასეთი სხვა ინდუსტრია მიდიოდა, ეს იყო ჩემი გადაცემა. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თემა გადაჭარბების გარეშე არის საზღვაო თემა. საერთოდ გადაცემაში ძალიან ხშირად პატიჟებ ტურიზმი და საზღვაო თემა რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა და რავი, მე მგონი ჟურნალისტებს ამ თვალსაზრისით გვევალება ცოტა უფრო ღრმა ცოდნა. ამის პიონერი ძალიან ცუდი სიტყვაა დღეს. პიონერი იყავი პრაქტიკულად ამ ამბის. 21 დეკემბერი, დღის 13 საათი. მომავალი მემე დაბაშიძე საზეიმოდ უახლოვდება ბათუმის საზღვაო ნავსადგურს. საინტერესოა იმ პერიოდის მეზღვაურებს თუ წააწყდები ხოლმე და გწნობენ დღემდე ალბათ. რა თქმა უნდა. საქმიანობით. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შენ სხვადასხვა გადაცემაში იყავი და სულ ორ ტრიალში იყავი ტელევიზიაში, მაგრამ აი მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად მაინც ამ რუბრიკით, ამ გადაცემით დაამახსოვრე ადამიანებს თავი. კი, დიდი მადლობა ზვიად. ნამდვილად ასე იყო, მაგრამ კიდე დაუბრუნდებით ცოტა წარსულს, როდესაც კი მე აჭარის ტელევიზიაში მივედი და როგორც გითხარით, ვიყავი ჯერ კიდე უშტატო კორესპონდენტი და მაშინ როგორც ასეთი სიტყვა ჟურნალისტი იმდენად წარმოიდგინეთ, იმდენად ის რთული იყო და ისეთი ხალხი და ისეთი დამსახურებული, ისეთი კარგი მოღვაწეები და კორეფები კიდე ერთხელ აღნიშნა მუშაობდნენ ტელევიზიაში, მე გამემართლა ამით. მე დავიწყე მუშაობა როგორც ასეთი უშტატო კორესპონდენტად და პირველივე დღიდანვე რატომღაც მომიწია საზღვაო თემატიკა, ჯერ კი რუბრიკა ხსენებაშიც არ იყო, ჯერ არც ვიცოდი თუ გავაკეთებდი თუ არა ამ რუბრიკას და მე დამევალა როგორც ასეთი პორტის თემატიკა, საზღვაო პორტში რამდენი ნავსადგური, რამდენი ნავმისადგომი, ასე შემდეგ და ვაშუქებდი ხშირად ტრანსპორტს. უმეტესად საზღვაო თემატიკას პორტში
რომ მივდიოდი ნებისმიერი სიუჟეტის დროს, ნებისმიერი მაგალითად ხომალდის შემოსulis დროს ან სამხედრო ხომალდები ხშირად შემოდიოდა მაშინ და ვიყავით ძალიან ცოტა ჟურნალისტები, კორესპონდენტები უფრო ზუსტად, რომლებიც ვაშუქებდით ამას და ჩემი როგორც ასეთი ზღვასთან სიახლოვე იმ 91 წლის ბოლომდე, როდესაც მოვედი და პირველი სიუჟეტები გაგვაკეთებიეს, დაგვაწერიეს და უკვე ლევან გობრონიძე გვიმოწმებდა სიუჟეტებს წარმოიდგინეთ თქვენ ახლა როგორი მოთხოვნა იყო მაშინ ჟურნალისტიკაში და კორესპონდენციაში ხმა გარეთ ტექსტი მაგალითად კორესპონდენტ პირველი როგორც ასეთი სტენდაპები ჩვენ გავაკეთეთ უკვე ეს იყო 92 წელი და უკვე ყველას არ ქონდა ამის უფლება თავს არ ვიქებ მართალი მაგრამ თვითონ ხელმძღვანელობიდან ისეთი ცნობილი ჟურნალისტებიდან ტელევიზიიდან იყო გამოყოფილი შენ შეგიძლია გააკეთო სტენდაპი 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს აქაური მინერალური წყალი უკვე უძველესი დროიდან არის ცნობილი ამის შესახებ ძველი ლეგენდაც მოგვითხრობს სოფლის პირვანდელი სახელწოდებაც თურმე ერთმა კოკა-წყალმა განაპირობა რომელიც მძიმე ავადმყოფს დაალევინეს და განკურნეს მიუხედავად იმისა, რომ არანაკლებ საინტერესო სფეროში გადაინაცვლეს შემდეგ და გასტრონომია ძალიან საინტერესო, მithumetet ტრადიციულ გასტრონომიაზე თუ შევჯერდებით და ვისაუბრებთ, ზოგადად ეს სფერო ძალიან საინტერესოა და გახდა პოპულარული ასევე ძალიან და ადამიანები მსჯელობენ, ატარებენ ექსპერიმენტებს, მოიძიებენ და მთელი ამბებია ამ სფეროს ირგვლივ. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი ტელევიზიაში მუშაობს გარკვეული პერიოდი და მერე ეს მოთხოვნება მუდმივად ამ პროცესთან კავშირის უჩნდება. არ გქონია მთელი ამ წლების მანძილზე სურვილი, რომ დაბრუნებულიყავი ტელევიზიაში ან რაიმე პროექტი, ხარ გეგმავ რამეს მიმართულებით. ტელევიზიაში უკვე წლების განმავლობაში და მithumetes 10 წელზე მეტ და ატარებ უკვე ტელევიზია ისეთი სპეციფიკური სამსახურია, შენ კარგად მოგეხსენება, თუ გინდა შენი გადაცემი და რომელიც ამდენი წლების განმავლობაში როგორ არის მაუწყებლის ბადეში და იცის მოსახლეობა მაგალითად გადაცემა პროექცია. შენ ეს ნებისმიერი ადამიანისთვის რა თქმა უნდა რთული იყო ის პერიოდი, მე რო წავედი აჭარის ტელევიზიიდან სხვადასხვა მიზეზების გამო, ყოველთვის მე დღემდე ისე მიყვარს რატომღაც ტელევიზია, რატომღაც არა, ისე მიყვარს და ჩემ კოლეგებს მდენად ვაფასებ ტელევიზიის მუშაობას, მოგეხსენება ჩემ მეუღლე განვითარების სამსახურის უფროსია, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ მუშაობა და ხშირად ვეკამათები ხოლმე რომ ეს ასე, ეს ისე, ეს როგორ არის. პროცესებში სულ ხარ და მიყვარს ძალიან ტელევიზია და რატომღაც საზღვაო თემატიკა მithumetes და ძალიან ფიქრობ და ნახოთ რა გამოგვივა. ცუდი არ იქნებოდა. ტელევიზიაში გაიცანი დურსა. კი, ინგა ტელევიზიაში გავიცანი, ეს იყო 92 წელი. ჩვენს მეგობარზე დურსუნის მეუღლეზე. ეს იყო 92 წელი, როდესაც ინგა მოვიდა აჭარის ტელევიზიაში უმაღლესი განათლების შემდეგ და დაიწყო მუშაობა. და პირველ რიგში კიდე ეს რომ ჩვენ გაგვიმართლა იმით, რომ უწინ კიდე ერთხელ გაუსვა აჭარის ტელევიზიაში როგორც ასეთი შეიქმნა საზღვარგარეთზე მაუწყებლობის რედაქცია. იცი შენ სხვადასხვა ენებზე იყო და ამით საშტატო განრიგში მოვხდით ჩვენ მეორე პლეიადის ხალხი, ვინც მივედით მაშინ აჭარის ტელევიზიაში და ინგაც ზუსტად ამ რედაქციაში მოვიდა. მე თავისთავად ჩვენ საინფორმაციო გამოშვებაში მუშაობდი ქართულ რედაქციაში, მე კორესპონდენტიდან რედაქტორად ვიმუშავე, წამყვანად, დიქტორად მოგეხსენებათ, ხშირ შემთხვევაში ვცვლიდი დიქტორებს, როგორცაც ჯერ კიდევ საინფორმაციო გამოშვება როგორც ცალკე არ იყო ჩამოყალიბებული და უკვე პადა გაგაურიძის დროსაც ჩამოყალიბდა, შვაში იყო რაღაც ისეთი ბლოკი, სადაც იკითხებოდა განცხადებები, შენ კარგად იცი. მაგალითად, ერთი გადაცემა თავდებოდა საინფორმაციო, გადადიოდა შვაში პატარა სპორტი ან განცხადება და ასე შემდეგ. და უკვე ჩვენ ამ რედაქციაში დავიწყეთ მუშაობა, რასაც ქვია საზღვარგარეთზე მაუწყებლობის რედაქცია, მე და ჩემი. სანამ ისე ტელევიზიაზე გავაგრძელებთ საუბარს, ყავთ ორი შვილი, შენ და ინგას. ლილე და ნიცა. არაჩვეულებრივი გოგოები. რა იყო თქვენთვის მათთან მათი აღზრდის პროცესში ყველაზე მთავარი, რას ფიქრობ? ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილის მამა ხარ. გოგოები უკვე დიდები არიან და განათლების საკითხში ჩაერიე თუ თავიანთი გადაწყვიტეს. თავისთავად მე თუმცა უფროსი ერქალთან ექიმია, შენ წაღან აღნიშნე რომ გინდოდა რომ ექიმია, მე მინდოდა ყოფილიყავი და
იმდენად იმოქმედა ალბათ ჩემზე რომ აი ყველაფერი გავაკეთე იმისათვის რომ წავსულიყავი უცხოეთში და ხელი შემეწყო გოგოსთვის და დღეს ის კარდიოლოგია ძალიან წარმატებული გოგოა მუშაობს ერთ-ერთ ბოსტონის სამედიცინო კლინიკაში და აგრძელებს მოღვაწეობას. კაცრი მამა იყავი? არა, ჩვენ უფროსის ქალიშვილის ლილეს აღზრდაში დიდი არ მიგვიყენთ რომ ჩვენ 24 საათი ვიყავით გადასული ტელევიზიაში მუშაობს ეს ისეთი პერიოდი. ნიცას რაც შეეხება. და ბებიამ გაზარდა ლილე უმეტესწილად და უკვე დიდი გოგო იყო რომ ჩვენ მაინც უკვე ტელევიზიაში ჩვენი მის დროც არ ქონდა და ნიცას რაც შეეხება ნიცა უკვე გაიზარდა აქ ინგასთან და თვითონ პროფესიისაა ნიცა. ნიცას პროფესია აქ ეხლა ასრულებს მაგისტრის წოდებას ელოდება მაგისტრის ხარისხს ნიცას დამთავრებული აქვს საერთაშორისო მენეჯმენტი ბიზნესის უმაღლესი სკოლა გლობალური პროექტები და სოციალური კომუნიკაციები ასე ქვია მის განათლებას ასევე არაბული ედა და უმეტესად საერთაშორისო მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის ეუფლება ამჟამად ერთი წელი და იქნება უკვე მიიღებს ხარისხს მაგისტრის. დორსონ, ჩვენ საუბრობდით იმ პერიოდზე, როდესაც დაიწყე ტელევიზიაში მუშაობა და ეს იყო რამდენიმე ათეული წლის წინ და მე მახსოვს ეს პერიოდი არაჩვეულებრივად დასრული ადამიანი ვიყავი, უბრალოდ მაგ პერიოდში არ მუშაობდი ტელევიზიაში. 2000-იან წლებში მოვედი მე. და ხას უსვამ ძალიან ხშირად რომ ძალიან რთული იყო რაღაცების კეთება. ტექნიკურად იყო მინიმუმ რთული. მაგრამ დღეს ცხოვრობთ აბსოლუტურად ვიზუალის ეპოქაში, ვიჭერთ гаджеტებს, სადაც არის სხვადასხვა სოციალური პლატფორმები და უამრავი ბლოგერი. და ეს ბლოგერები ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მე მიმაჩნია რომ ეს ბლოგერები არიან პატარა ტელევიზიების მფლობელები. და ხშირ შემთხვევაში ძალიან საინტერესოდ აკეთებენ ეს იქნება ქართულ ენაზე თუ სხვადასხვა უცხოურ ენებზე. მართლა დიდი სიამოვნებით ადევნებ თავს და არა მხოლოდ ვიზუალის ნაწილში, არამედ ადამიანები ყვებიან ამბავს, წერენ ტექსტებს და არაჩვეულებრივად ყვებიან. თუმცა იმ პერიოდს, როდესაც აკადემიურობა იყო აუცილებელი, ჰქონდა თავისი ხიბლი. ჩვენ ასევე აღნიშნავ, რომ დღეს ძალიან გამარტივებულია ყველაფერი. რა არის იმ პერიოდისა, რაც ანუ რა იყო ძვირფასი, რაც დაუკარგეთ და რაც შევიძინეთ დღეს. იმიტომ რომ ორივე მხარე გააჩნია ნებისმიერ დროს ალბათ. რას ფიქრობ დღევანდელ ტელევიზიაზე საერთოდ? ვახსენეთ ხშირად ინგას ვერ გამათები ხოლმე, რომ უყურებ დღემდე აჭარის ტელევიზიას. რა არის რაც არ მოგწონს, მოდი დავიწყოთ რაც არ მოგწონს. დღემდე უყურებ აჭარის ტელევიზიას და ვადევნებ თვალყურს. დიახ. აი იმ სიყვარულიდან იმ ჩემ მუშაობიდან გამომდინარე სამსახურიდან და ის როგორც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არის სიტყვა ტელევიზია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო მაქვს და ძალიან ბევრი წლები გატარებული ტელევიზიაში. ალბათ ეს ყველაფერი ზვიად მოიტანა დრომ, რატომღაც ისეთი დრო ვახსენე და ვამბობ კიდევ იმ პერიოდში გასული საუკუნის წარმოიდგინეთ თქვენ 80-იანების ბოლოს 90-იანების დასაწყისში რა იყო ტელევიზია. ელემენტარულად რომ ტექნიკაც არ ვახსენოთ იმდენად ელემენტარული, იმდენად პრიმიტიული და ტელევიზიამ წლების განმავლობაში ძალიან განიცადა, როგორ ვთქვათ ასე, არა მარტო ტექნიკური, არამედ მატერიალური, სოციალური ისეთი გარდატეხის პერიოდი, რომ აი ბოლო პერიოდში ტელევიზია უცებ შეიცვალა, ის თქმა მინდა, უცებ ძალიან. არა მარტო ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტელევიზიები გადავიდა ისეთ ციფრულ ხარჯზე, როგორც არის ახლა მაგალითად სტანდარტებში მიღებული და როგორი კონტენტი აქვს ახლა ტელევიზიებს, არა? იქ შედარება არ შეიძლება, მაგრამ მე ხას უსვამ იმას, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში სიტყვა ისეთი გადაცემები და რუბრიკები და ისეთი რაღაც ოდნავ განვითარებული იმ პერიოდში ყალიბდებოდა ეს და შედარება ეხლა რო ადამიანმა იფიქროს და გააკეთოს
რა ვიცი, ალბათ ამ ყველაფერი ამ მოიტანა დრო. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის გადამღები ჯგუფი ფოთის საზღვაო ნავსადგურში იმყოფება. 14 დეკემბერს უგზო უკვე დაკარგული ორი ბათუმელი დღეს ფოთის ნავსადგურში თურქეთის რესპუბლიკის ბანკერმა ახმედ კარაბონის მიერ შემოიყვანა. ხანდახან უყურებ ტელევიზია დღეს, თანამედროვე ტელევიზია, მით უმეტეს თუ ცოტა სადმე დეფინიცია გასართობის შეეხო პროექტ, ძალიან ფამილიარულია, ეს ფაქტია უბრალოდ, რომ ძალიან ფამილიარულია და ხშირ შემთხვევაში იწვევს კიდეც ცუდ რეიტინგს. რეიტინგი არ არის მხოლოდ კარგი რეიტინგი. რეიტინგი ხშირ შემთხვევაში არის ლანძღვის რეიტინგი, ძალიან ბევრი. ეხლა ამაზე არ მინდოდა საუბარი და ის შეეხო რომ აი ნებისმიერი თუ გინდა ეს პატარა ტელევიზიები შე რო ახსენე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეხლა იმდენად ეს განვითარებული და იმდენად სისრულეშია მოყვანილი ბლოგი შეიძლება ადამიანმა შექმნას ნებისმიერ, მაგრამ და აწარმოოს ის ბლოგი და უფრო უკეთესად კიდე ეს საკუთარი ბლოგია, რაც კიდე შენი სუბიექტური აზრი, არასუბიექტური აზრის სხვების აზრი, მაგრამ იმდენად საზოგადოების მხრიდან ბოლო პერიოდში არის აი შეფასების თვალსაზრისით ვამბობ, ყველა გახდა ძალიან ყველაფრის სპეციალისტი. ამის თქმა მინდა, რომ ისეთ შენიშვნებს იციან, არ იციან ტელევიზიის სპეციფიკა გამოცდილებაზე უკვე არ ვამბობ. ისეთ შეფასებებს გააკეთებს მოსახლეობა და ბევრი რომ აი გაგიკვირდება და შენთვის ფიქრობ რომ იცის იმ ადამიანმა ისე ეხლა რამას რო წერს და უშუალოდ არა ხო ანალოგიურად შენ მიხვდი მე ისე თქმა მინდა და ალბათ მაყურებელმაც იმიტომ რომ დრომ ძალიან შეცვალა ეს ყველაფერი აბსოლუტურად და აი თვითონ ჟურნალისტიკა ჟურნალისტიკური ეთიკა ჟურნალისტური ქარტია აი რაზე ვისაუბროთ ამ ბოლო პერიოდში ამ მიმდინარე პროცესებში ძალიან როგორც ასეთი რაღაც ისე გადაიქცა ეს ყველაფერი რომ თუმცა იცით არის ახლა ჩემი მეგობარი ამბობს შეიძლება ჩემი გადასახედიდან ასეთი ლიტერატურის კრიტიკოსი ამბობს რომ პრაქტიკულად ადამიანი როდესაც გარკვეული ტიპის ინფორმაციებს აზიარებს და გვიყვება და თავისას გამოხატავს ეს ერთგვარი სოციალური პლატფორმა არის ერთგვარი ჟურნალისტური მოღვაწეობა ეს ისეთი საინტერესოა როდესაც შენ აწვდი ინფორმაციას და ცდილობ რომ ეს ინფორმაცია იყოს ძალიან დაზუსტებული, გააზრებული და ზუსტი. დღეს ძალიან გამარტივებულია ყველაფერი ალბათ და მეთანხმები ხო ამაში. ნამდვილად. აი შენ ახსენე. გინდა შენ ასეთ ტელევიზიაში, ასეთ სურათში, ასეთ მოცემულობაში მე ბევრჯერ მიფიქრე ამ ბოლო პერიოდში სახში ვლაპარაკობდით აი პლატფორმ ბლოგერობის პლატფორმა ახსენე და ხალხი შეჩვეულია ამ პლატფორმას და უმეტესწილად ვინც აკეთებს ახლა მე ყველაზე ვერ ვიტყვი მაგრამ უმეტესობას კარგად გამოსდის და ხალხი კიდე ელოდება ამას. კი რა თქმა უნდა. ელოდება და იქ სხვადასხვა სპეციფიკიდან გამომდინარე სფერო არის და ბევრი მე ვიცი ელოდება უბრალოდ სიამოვნებს შეიძლება რაღაც შენიშვნები ქონდეს მაგრამ იმდენად შემოვიდა ტელევიზიები ალბათ გავა რამოდენიმე წელი და ისეთი სტანდარტით და ისეთი მიხედვით და შეიძლება აღარ იყოს იმიტომ რომ ეს სტორი ახსენე შენ ბლოგერობა ერთ-ერთი პლატფორმაა ცხოვრებისეული და შემოდის კიდე მოდაში და ეს უკვე ვითარდება აი ესე როგორც შენ ახლა ახსენე და უმეტესობას ადამიანებს ბლოგერებს თვალს ყავს ვინმე ბლოგერები ვისაც ელოდები რომ აი მე ახლა საზღვარგარეთ ვიყავ რამოდენიმე წელი და რაღაც უყურებდი ისე ახალგაზრდულ რაღაცებს და ეხლაც მაგალითად ქობულეთელი გოგო ბაპატერო გაწყვეტინებ რომელიც სწავლობს ასწავლის ღორჯომში და ყავს რამდენიმე მოსწავლე და კვირის მანძილზე ყვება თავისი შედეგების შესახებ და პედაგოგი გოგოა საინტერესო ადამიანია როგორც ჩანს და ძალიან კორექტულად და ზრდილობიან კულტურულად გაწვის ამ ინფორმაციას და მე მაგალითად იმ გოგოს ვიდეოს ველოდები. ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა ამ ბოლო დროს და ის ხშირად უყურებ მეც თვალყურს ვადევნებ როგორც ასეთი ძალიან გადამეტებით და იმით არა მაგრამ მომწონს მაგალითად ეს ბლოგერები რომლებიც ამჟამად გამოდიან აი როგორც გასტრონომიულ სფეროში სარესტორნო სფერო ძალიან საინტერესო სფეროა და ტურიზმთან ძალიან კონკრეტულად იკვეთება. ცოტა მინდა ვისაუბროთ ამ საკითხზეც. რეალურად თუ ასე ავიღებთ, რას ფიქრობ, მაღალი სტანდარტის მომსახურების სფერო გვაქვს სარესტორნო სფეროში საქართველოში. რამდენად თამამად შეგვიძლია ვიყოთ წელში გამართულები ამ სფეროში, რას ფიქრობ?
შესაძლებლობები რა თქმა უნდა არის, მაგრამ განსხვავდება ეს უცხოეთთან მიმართებაში ძალიან განსხვავდება და ბოლო პერიოდში მინდა თქვა რომ არის ამის საშუალებები, არის ამის დავიხვეწეთ რა. დიახ, კი, დავიხვეწეთ სერიოზულად. ნამდვილად. არ მაგრამ შეხვდათ საიდან ბევრი ტრენინგები არის საჭირო, რომელიც ჯერ აქ ჩვენთან საქართველოში არ არის იმ დონეზე დაყენებული, რომ მე ვფიქრობ, ბავშვი რომელიც მოდის და უნდა მაგალითად საზაფხულო დროს გამოიყენოს ან აი იმუშაოს ზაფხულის პერიოდი, ან მაგალითად დაიწყოს მისი რაღაც შრომა, მისი მუშაობა დაიწყოს ოფიციანტობიდან ბევრი ჭირდება. ჩემი ახლა გადასახედიდან და მე რაც დავინახე უცხოეთში ამდენი წლების განმავლობაში, ვიყავი მართველი, მთავარი მენეჯერი, სერვის დირექტორი, ბანკეტი დირექტორი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჭირდებათ, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში, ბოლო 3-4 წელია არის ისეთი რესტორნები და არის მომსახურე პერსონალი დაყენებული იმ დონეზე, რომელიც აკეთებს საკუთარ საქმეს. მაგრამ მაინც დახვეწა ჭირდება, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული სერვისია დასავლეთში, ძალიანაც განსხვავებული სერვისია აღმოსავლეთში. პარალელურად დახვეწვისად, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ხა ჩვენ გვახსოვს ესეთი პერიოდი სარესტორნო სფეროში, ქალაქში სულ 2 რესტორანი იყო და რომელიც სერვისია საუბარი სასწაულები ხდებოდა. მაგრამ რაც უფრო მაღალი კლასია, მით უფრო იზრდება ფასები და შესაბამისად ალბათ მაინც მეტნაკლებად ადეკვატურად მივყვებით ხოლმე. და მიუხედავად იმისა, რომ ფასები არ არის დაბალი, ჩვენს პატარა ქალაქშიც კი ყოველ საღამოს რესტორნები არის სავსე და რესტორნის სპეციფიკას და მის მუშაობასაც გააჩნია. არის რესტორნები, როგორც ასეთი, სადაც უმეტესწილად აღინიშნება ეს როგორც ასეთი წვეულებები, ზეიმი, დაბადების დღეები, აი ამ სეგმენტით და არის რესტორნები ისეთი, როგორც ამჟამად მე ვმუშაობ, ეს არის ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანი, რომელიც დამოკიდებულია მაინც ჩამოსულ ტურისტზე. აი ეს სერვისები განსხვავებულია, როგორც ახლა ვახსენეთ, არის დიდი რესტორნები, სადაც ქორწილები იმართება, მაგალითად დიდი წვეულებები, დაბადების დღეები და ასე შემდეგ და არის რესტორნის სეგმენტი და რესტორნის ის მაგალითად ცალკე მიმართულებები, რომელიც მაგალითად აი ლაუნჯ რესტორნები, კაფეების სტილი, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ ჩამოდის ტურისტი და ტურისტს რა ჭირდება? ტურისტს ჭირდება ის ელემენტარული პატარა სერვისი და ქართული ტრადიციული ქართული ნაციონალური გემრიელი კერძები. აი ამ მიმართულებებით ამ მე 2 გამოვყე, იმიტომ რომ არის ის მიმართულება რესტორნების, სადაც სხვა დატვირთვა და არის ასეთი რესტორნები, რომელიც უმეტესად ტურისტზე მუშაობს. ადგილობრივ მოსახლეობაზე უფრო სხვა კონტენტის რესტორნები არის. ძლებია, იყავი ძალიან დიდ ქვეყანაში, თან მენეჯმენტში იყავი და ეგ ძალიან რთულია და გამოცდილება არის, იმიტომ რომ რაც უფრო დიდია ქვეყანა, მით უფრო პრეტენზიულია მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში და უფრო სასტიკია. მაგალითად იგივე შეცდომების ან ცუდი სერვისის მიმართ. წლები იყავი უცხოეთში, მუშაობდი ამ მიმართულებით და ძალიან ბევრი ძალიან სერიოზული გამოცდილება დააგროვე. გაქვს რაიმე წინადადებები აქ, თუნდაც იგივე გარკვეული ტიპის სასწავლებლებისგან, პროფესიული სასწავლებლებისგან, კოლეჯებისგან, ან შენ თუ გქონია სურვილი რომ გააკეთებინა მაგალითად ფასიანი კურსები და გაგეცნო დახმარებოდი თანამოქალაქეებს დღეს უკვე საქართველოში და გაგიზიარებინა შენი ცოდნა გარკვეული ანაზღაურების ან რა ვიცი თუნდაც საზოგადოებრივ საწყისზე. კი, ვფიქრობ მაგის შესახებ, იმიტომ რომ მე დამთავრებული მაქვს და ეს გავიარეს ძალიან ბევრი ტრენინგი და ძალიან ის დიდი შემეცნებითი და სამუშაო ტრენინგები, რაც ამ სფეროს ეხება და ბათუმში ეს არ გვაქვს ჩვენ. და მე ვფიქრობ რომ გავაკეთო ეს პატარა ისეთი კომპანია, სადაც აი მხოლოდ და მხოლოდ ვასწავლით ოფიციანტებს სერვისს, ადმინისტრაციას, მენეჯერებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ელემენტარულს, რაც მოითხოვება დღევანდელ ისე რთულად და ისეთ სერვისის უმაღლეს დონეზე ჯერ ვერ შეასწავლე, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რაც სჭირდება დამწყებ ოფიციანტს და მერე ოფიციანტის საკუთარ თავზე არის დამოკიდებული ის როგორ გაართმევს თავს.
ისეთი რთული პროფესია სხვათა შორის. ისე გადაგვილია ხოლმე თვალი დურსუნ ქალაქში, აი მაგალითად ამ მიმართულებით. აკვირდები ხოლმე, საინტერესო დაკვირვების საგანია შენთვის ეს. როგორ არა, კი, როგორ არა. სერვისის სფერო კერძო. სერვისის სფერო მე ვახსენე ადრე რომ სერვისის სფერო ჯერჯერობით არ არის იმ დონეზე დამდგარი როგორც მაგალითად ეს უცხოეთშია, დასავლეთშია და ასე შემდეგ. 90-იანებში მახსოვს იტალიელები იყვნენ საქართველოში და ესეთი დასკვნა დადეს, რომ რაც უფრო მაღალია ხარისხი საოჯახო ტრადიციული სტუმართმასპინძლობის იმდენად დაბალია სერვისზე ორიენტირება ბიზნესში. და მაშინ მიიჩნიეს, რომ ჩვენ არ ვიყავით სერვისზე ორიენტირებული ადამიანები, საზოგადოება და ქვეყანა. დღეს რას ფიქრობ ნეტა როგორ ვართ მაგაში ცოტა გამოვიხედეთ თვალში ვისწავლეთ ცოტა სერვისს. რა თქმა უნდა საგრძნობლად შეცვლილია და იცი რა საქართველოს ჩვენი კუთხე ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა მხოლოდ და მხოლოდ აი აქცენტირება გაკეთებულია რაზე და კეთდება დღესაც სტუმართმასპინძლობა ქართული ტრადიციული ნაციონალური ჩვენი კერძები რომელიც უკვე მემკვიდრეობით გენში არის შეტანილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უწინ წლებში გასულ წლებში მე რო უყურებდი ხომ დიდი დატვირთვა მას არ ქონდა და მაინც ჩამოსული აქ სტუმარი, ჩამოსული ტურისტი დიდ სერვისს და მას არ ელოდება. იმიტომ რომ იმდენად ჩვენი ქვეყანა მიღებული არის და აღიარებული არის როგორც ძალიან ისეთი ტრადიციულად სტუმარმასპინძელი, ტრადიციულად ისეთი მიმღები, ხელგაშლილი ადამიანი და ხელგაშლილი ქვეყანა და ეს სფერო, აი ამ მომსახურების სფეროში, სერვისში ჩანს, აი ჩემი გადასახედიდან ეს ჩანს, რომ აი ბევრი ტურისტი ჩამოდის უყურებ და ოღონდ რა ვიცი, გემრიელი კერძები მიირთვას და იგი დიდ მას არ აყენებს ამის შესახებ დიდ პრეტენზიას არ გამოთქვამს და არის რესტორნები და ის მოგეხსენება რომ არის და გამოთქვამს პრეტენზიას. სერვისზე ბევრი რამე არის დამოკიდებული. მე მყავს რამდენი გადაცემის მეწვეულს რო გითხო, მე მყავს რამდენიმე მეგობარი, რომელიც არის გატაცებული გასტრონომიით. მყავს ასევეც მეგობრები, რომლებიც არიან გურმანები და ხშირად სამთხოვნ კითხოს რა არის გადაცემის მეწვეულს რო გითხო, რა არის ნომერ პირველი კერძი შენთვის ქართული. მე მიყვარს საერთოდ ქართული ნაციონალური ტრადიციული კერძები. მე უცხო და ევროპულ კერძებსთან მიმართებაში ახლა ცუდი ამეთქი ვერ ვიტყვი და ხშირად მაგალითად არ მივირთმევთ ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან მიყვარს ქართული ტრადიციული ეროვნული კერძები ჩვენი. რომელს დაასახელებთ პირველი? ყველაზე შენთვის ქართული კერძი რა არის? ჩემთვის ყველაზე კარგი ქართული კერძია არის ეს არის ელარჯი და ხარჩო მეგრული. ერთად ძალიან მიყვარს და ასევე სხვა ისეთი ადგილობრივი ტრადიციული კერძები ძალიან მიყვარს კიდე სინორი ხშირად ვაკეთებთ ხოლმე რა ვიცი ევროპულ კერძებთან მხოლოდ დეგუსტაცია და ისე როგორც ასეთი დიდი მოყვარული არ ვარ ამ ქართული კერძის ევროპული კერძების. ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩემთან იყავით პროექციაში სტუმრად დურსუნ წარმატებებს გისურვებ და გისურვებ რომ ეს გამოცდილება გულწრფელად გაგეზიარებინოს შენი თანამოქალაქეებისთვის, დაინტერესებული ადამიანებისთვის და ველოდებით ბევრ სიახლეებს შენგან. ბედნიერად, კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით, კეთილი სურვილებით ყველას. ბედნიერად.